როგორც იქნა ჩამოცხადა, სანამ ისევ წვიმები დაიწყება, სამეგობრო ქობულეთში წავედით. ბოლო ორი ზაფხულია აქაურობა, ბათუმსაც კი გვირჩევნია და ევროპასაც. და ეს ყველაფერი ჯორჯია ჰოტელ პალასის დამსახურებით. სასტუმრო კი არა, ცალკე ქალაქია. დაღლილები კი ჩამოვედით, მაგრამ ერთმანეთს ეგრევე ოთახებში შევუცვივდით. ოთახიდან ულამაზესი მზის ჩასვლა დაგვხდა, მერე ვივახშმით და წავედით პადელის სათამაშოდ. ჩოგბურთიც კი, მაგრამ რადგან პადელი ამ წლის სიახლეა, არ ჩამორჩნენ და დაამატეს. გაწურულებს უკომფორტულეს ლოგინებში კარგად დაგვეძინა და დილით ვივარჯიშეთ კიდეც. ჯერ დარბაზში და შემდეგ მიშომ წყლის აერობიკაც გააგრძელა. ლიკა და მამი იქვე აუზზე რუჩს იღებდნენ და მერე ერთად გადავინაცვლეთ აუზის ბარში, სადაც შეცურავდა უგემრიელესი კოქტეილები დაგვხდება. ცოტა წავუცეკვეთ, ზაფხულის გემოც გავიგეთ და წავედით ჩოგბურთის სათამაშოდ. მე საყურებლად, მიშო და მამი სათამაშოდ. მოშიებულებმა სუში ბარში გადავინაცვლეთ და ასეთი გემრიელი სუშები დაგვხდა. დამსვენებლების გარდა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სასტუმროში შესვლა და სერვისებით სარგებლობა, მათ შორის სუშის გასინჯვაც. ლიკამ საუზმე პომპეზურად ოთახში გამოიძახა, ჩვენ ჩავედით და ვისაუზმეთ. სამივე კვება იმდენად იდეალურია, რომ ვერაფერს დაამატებ. საუზმის მერე ცოტა დავისვენეთ და სანაპიროს ბარისკენ გავეშორეთ. სასტუმროს სანაპირო ზოლიც აქვს და ზემოთ ბარი. თაითინჯერის სქრიალა ღვინით და ხილით წავიხემსეთ და აჭარულის ბარში მსოფლიოში ყველაზე გემრიელი აჭარული ხაჭაპური ვჭამეთ. მეორე დღეს რუф გარდენში გრილის საღამო გვქონდა. მზის ჩასვლის ფონზე უგემრიელესი კერძებით და დესერტებით.